საქართველოს მთავრობამ გამოაჩინა საკუთარი ნება, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, მეგობრობა არის ორმხრივი, არ არის სამმხრივი, სამხმელობა სხვა რაღაცა ქვია და ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ძალიან ბუნებრივია რომ მე მესმის რომ მაგალითად ის ხალხი რომლებიც საქართველოზე მუშაობენ რაღაც 30-40 წელია და აქ მიჩვეულები არიან რომ რა ვიცი ფეხებს უკოცნიან ლამის პირობითა და პირდაპირ მეშვეობით შეიძლება იმათ ძალიან უჭირთ რაღაც გადაწყობა სხვა რელსებზე ასე რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია ძალიან კარგია რომ ჩვენმა მთავრობამ დააფიქსირა რომ მას არაფერი არ აქვს ამერიკის საწინააღმდეგოდ, პირიქით ჩვენ მოხდა. მაგრამ მართ ძვალი არ აქვს ისეთი საშუალება. ჩვენ გვინდა მეგობრობა რა და მეგობრობა არის ომხრივი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, თუ თქვენ გაითვალისწინებთ ჩვენ ინტერესებს, ჩათვალეთ რომ საქართველოს იქნება თქვენი ძალიან კარგი მეგობარი თქვენი დასაყრდენი, უბრალოდ თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები რა, ეს არის აუცილებელი. მოახერხებს აი ამ მარტივი მოსაზრების გაგებას თითქოს რაღაცა ნაბიჯები ამ ხრივ გადადგა. მაგალითად ეხლა ჩვენი პრემიერი. მე ასე მშალა მოდი მე ცოტა ცინიკური ვიქნები რა. და რა სიზამს? არ ვიცი ეხლა. ანუ მე რას ვამბობ, რომ აი სხვათა შესახებ დღეს ფიქრობდი და აი რა ის ძალიან მეცინება ხოლმე ეს გლობალურად ქართველი ნაცების პოლიტიკაზე რომ რაღაცას რომ ბაქიბუქობენ და აი ბაქიბუქის დაუმთავრებელი რეჟიმი რო აქვთ 13 წელია და რომ ჩვენ ყველა ვინც მთავრობის პოზიციებზე ვართ სუსტები და თვითონ არიან მაგრები და რაში გამოიხატება ეს? და ახაც ანუ აი მეტი რა უნდა გააკეთონ დავშვათ იგივე ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა. ყველა ინსტრუმენტი რომელიც მათ ქონდათ გამოიყენეს. აი მაგალითად უვიზოს შევცვლება, ფინანსური სანქციები, სერიოზული ფინანსური სანქციები, ზეწოლა. ეხლა უკვირდები, მათ იარაღი აქვს კიდევ დარჩენილი, მაგრამ პრობლემა სხვა არის. არა, მოდი ერთს დავამატებ. მათ საწინააღმდეგოდ არ იმუშავებს ეგ. ხო, ნუ გონიათ რომ არა. არა, მე აპარტამენტება ეუნებათ რომ არა. მე ცოტა ვამბობ ქართულმა ხალხმა ხო ჩვენა რომ არის რაღაცეები, რაც უკვე ჩვენს კულტურულ თავისებურებებში არის რა, რომ მე მესმის ახლა რომ ახლა ქართველი ლიბერალისტვის ანუ ყველაზე დიდი ბედნიერება არის, როცა შევაწყფოს გვაყენებენ ჩვენი მეგობრები. ანუ ეს არის აი ის დღე შემდგარია, როცა ნახულობენ რომ აი ლატვიამ კიდევ ერთი მორიგი შევაწყფო მოგვაყენა, ან უკრაინამ დედა გვაგინა. ეს არის დღე, როცა არ ვიცი, ალბათ ზეიმი. მაგრამ ჩოლებრო ხალხზე ხო არ არის ეს? ხო, შეიძლება. ანუ მე რატომ შავა იცი რომ ნახე სინამდვილეში ჭკვიანის და არაჭკვიანის განსხვავება არის ის თუ როგორ ახდენ შენ შეცდომებზე რეაგირებას. ჭკვიანი შეცდომებზე ახდენს მალე რეაგირებას. უჭკუო. მე ასე ვიტყოდი. სანქციების მუქარა უფრო დიდი პრობლემაა იარაღია ვიდრე თავად სანქციები და რუსეთის ამბავმა ეს ხატყო. იმიტომ რომ ყველას გვახსოვს, როდესაც ომი იწყებოდა, თვითონ რუსეთშიც იყო განცდა, რომ ეკონომიკას დედა ეტირებოდა. სხვათა შორის არცლად ლიბერალები იძახდნენ მაგას. მათ შორის რუსეთი კი? მათ შორის ლიბერალებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ლიბერალები დარწმუნებულები იყვნენ, მაგრამ თვითონ მუქარა უფრო აი ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველია ფსიქოლოგიურად ერისთვის, ვიდრე თავად სანქციები, რომ სანქციები რო დაწესდება, დაუშვათ სადმე და არ მუშაობს. ნუ ცოტა ხანი ხარ ელოდები და მე უკან მოიხედავ და სულ ეს იყო, ამბობ? ერთ საომატებო ბოდიში ჩვენთან ხო დაუწესეს მაგალითად მოსამართლეების სანქციები. კი, ზოგიერთ მოსამართლეს დაუწესეს. რამდენიმე მოსამართლეს დაუწესეს ფინანსური მათ. ხო, რა შეიცვალა მათ? არა, გამოვიდნენ მოსამართლეები და მიმირჩევნია სალიკლდეო ლექსებით. ხო, არა, ხო, ანუ რო აი რითაც სხვათა შორის პოპულარობა გაიზარდა მოსამართლეების. კი, მართლა გაიზარდა. კი, მოსამართლეების პოპულარობა გაიზარდა, რომელიც არც თუ დიდი იყო.